მეორე დღეს შეუტია მე ვერ აიღო. იმიტომ რომ ისინი კლდეებზე გამაგრებულები იყვნენ, ფოტოშოპში არ ცნობა რომ ზვავებიც მოიწყვიტეს, კლდეებიც მოიწყვიტეს, ქვები დაუგორეს. თხეს რომ თებში ადის ბილიკები და ზურგში ექცევა. ბუდე სპარსული იმპერიის, ესა პერსეპოლისი და ესა ძველი ქალაქი პასარგადი. აი ეს არის ირანული ნაციონალიზმის სიმბოლო. აი რა ხე როგორც ეყვავენ ირანელები. ეს ხდება აკრძალვის მიუხედავად. აკრძალვის მიუხედავად. აქ იყო ჩავეთ ალექსანდრე, გამოეგებნენ ალექსანდრეს. ტირილით, თან სიხარულით, ათი მეფე მოვიდა. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ამან ალექსანდრეს. სალამინის ბრძოლის დროს რო ქსერქსე ოქროს ტახტზე იყო შემომჯდარი, ის ტახტი ნახეს. ალექსანდრე დაждდა ამ ტახტს. ერთი მეომარი დაინახა ვირზე აქვს აკიდებული ეს ნაძარცვი ამაზე. ვირი ვერ ერევა ამას. სამი ამდენ კონდა აკიდებული. წაქცეულ ქსერქსეს ძეგლთან მივიდა და დაძახა. როგორ მოვიქცე? დაქტოვო ასე. თუ მაინც პატივირცე შენ დიდებას და ფეხზე წამოგავე. და მოუწოდა ამ ქალებს, ჰეტერებს, ირცეცეც დავწვათ. ამ დიდებული, განათლებული ახალი ეთიკის ავტორის არც თუ საამაყო ფურცელი მის ისტორიაში. ეს ერთადერთ ხელქნა. პერსეპოლის აღარ სპარსელი მეფეების ნომერ პირველი რეზიდენცია იყო ის დაწვა. რავი, ძვირფასო მეგობრებო, ხა თქვენ მოგმართავ, თქვენი ვერსიებიც საინტერესო იქნება, რატო ქნა ეს? ძვირფასო მეგობრებო, დროების YouTube არხის მაყურებლებო, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ ასე აქტიურად უყურებთ ჩვენს არხზე განთავსებულ გადაცემებს, შემატკივრობთ, ხარს უჭერთ, ინტერესი ჩენთ, რაც თავარია, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ხვდებით, რომ ამ შრომას აქვს თავისი ფასი. გადაცემათა ციკლი მოგზაურობა წარსულში, რომელიც ცივილიზაციის ისტორიას ასახავს. ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთზე ვართ კაცობრიობის ისტორიის, ეს არის ალექსანდრე მაკედონელის ეპოქა, მისი ლაშქრობის შუა წელი პრინციპში, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით უკვე უღელტეხილი გადალახულია, მაგრამ ძირითად ძველი სპარსეთის შუაგულს მიადგა ალექსანდრე მაკედონელი და ძალიან საინტერესო ფაზაში ვართ ამ ისტორიის და თხრობის. გუბას სანიკიძე ისტორიკოსი არის ჩვენი მეგზორი, რომელიც არა მარტო საინტერესო და ზუსტი ინფორმაციით გვამარაგებს, არამედ განგვაცდევინებს კიდეც აი ამ მეტად საინტერესო დრამატული ლაშქრობის მსოფლიოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მასშტაბური დაპყრობის და დაპყრობილი ტერიტორიების მართვის თვალსაზრისით სრულიად განსაკუთრებული მოვლენის ისტორიას. გუბას სანამ დავიწყებთ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენს მაყურებელს გამოიწეროს ჩვენი YouTube არხი, მოიწონოს ჩვენი გადაცემები, გაუზიაროს ახლობლებს და მეგობრებს იმისთვის, რომ ის კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ახლა კი გისმენთ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ბევრი შესავალით არ მოგაწყენთ თავს, გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა, უყურთ ერთი შეცდომა დაუშვით და მინდა შეგავასწრო, როცა ქალაქ სუზაზე ვსაუბრობდი, შროშანი და სოსანი ერთი და იგივე ყვავილი მეგონა, თურმე სხვადასხვა ყოფილა და ყვავილებში ძალიან სუსტი ვარ გიორგი, ხო მეტატი. ბოტანიკის კურსი ცალკე გვიქნება. მაგრამ ჩვენ იქვე გამოვასწორეთ და თქვით რომ შროშანი. ხო, მაგრამ მე მივიღე საყვედურები ოჯახის წევრებისგან, რომლებიც ერკვევიან ყვავილებში და გამოვასწორე ახლა. ჩათვალეთ რომ გამოვასწორე. როგორც რამენერად მაგას ვირგილიუს აქვს ნათქვამი, თვით დიდი ჰომეროსით ჩასთვლებს. ხა თავდაბლობა ხო საჭირო ამბავი არ ხო? ნუ შემეშალა არა უშავს ხო? შროშანი. ხო. თუმცა მაინც ეჯვი მაქვს რომ შეიძლება. დაუბრუნდებით ჩვენ კიდევ. ხო, ჩვენ ვართ ახლა ტერიტორიულად აი აქ ვართ, სუზა გამოიარა უდიდესი 50,000 მარტო ვერცხლის და ოქროს ტალანტი ჩაიგდო აქ ალექსანდრე და აი აქ უქსიების ცოტა ბანდიტური ტომი დასაჯა, რომლებიც ხალხს ახტევებდნენ მანამდე აქემენიდ მეფეებს.
ხო, მაგრამ ახლა ეს უქსიების ხეობა კი გაიარეს და დახარკა ალექსანდრე, მაგრამ აქ არის მთავარი ამბავი, ეს არის კარიბჭე, შესასვლელი კარიბჭე პერსიდაში, ანუ სპარსეთის ბჭე, სპარსეთის კარიბჭე ქვია ამას და 5 დღე დაჭირდა რომ ამ ხეობაში ერთი ხეობა შესასვლელი. და მე გადადიხარ ზემო პროვინციაში. ახლა გასასვლელი ზემოდანაც იყო მიდიიდან, მაგრამ ხა მიდია შორი არის და უშუალოდ სპარსეთში უნდა მას შევიდეს ირანის ცენტრალურ პროვინციაში, ხო, რომელიც არის სპარსეთი, პერსიდა. აქ ორი პრიზი ელოდება მას, ორი უძველესი ქალაქი და მთავარი ბუდე სპარსული იმპერიის, ესაა პერსეპოლისი და ესაა ძველი ქალაქი პასარგათი, კიროსის სამშობლო. მაგრამ გზა ეს ხეობა ჩაკეტილი აქვს ისოსის ბრძოლაში, როცა დამარცხდნენ სპარსელები, დარიოსი ეკბატანაში გაიქცა მაშინ, ეს. მაგრამ დიდი ნაწილი მის გადარჩენილი ჯარისა ყოველ შემთხვევაში 40 ასე ასახელებენ, ან მეორე წყარო 25,000 კაცი იყო. 40,000 ქვეითი და 700 მხედრით არიო ბარზანი დიდებული სპარსელი დიდებულის მეთაურობით აი აქ ჩადგა და ჩაკეტა ეს შესასვლელი. მას პატრიოტი კაცია თავის ქვეყნის, რა თქმა უნდა და მას უნდა რომ ალექსანდრეს შესასვლელი ჩაუკეტოს, რომ ზემო პროვინციებში ვერ შევიდეს ალექსანდრე. ამდე გითხარით მე რომ როცა სუზადან გავიდა ალექსანდრე ჯარი ორად გაყო. ბერძენი მოკავშირეები და ბალკანელი მოკავშირეების უმრავლესობა ჩააბარა პარმენიონს და ნელისვლით ბრძანება მიცა, ხოლო თვითონ მაკედონური ნაწილებით დაიძრა ამ ხეობისკენ. ეს კარიბჭე უნდა გაიაროს. მას აქვს უკვე ინფორმაცია, რომ იქ არიო ბარზანი დგას დიდი ჯარით. არიო ბარზანი გაქცევას არ აპირებს. მართლაც რომ ღირსეული კაცი არის. მან აიყოლია მაკედონური კავალერია, მსუბუქი ქვეითები და ტაქსისები, მაკედონური ფალანგის ყოველ შემთხვევაში 6 ტაქსისიდან 5 მასთან არის. ეს არის კრატეროსის ტაქსისი, მელიაგრეს, ამინტას, პერდიკას და კენოსის. და შეუყვა ამ ვიწროებებს და მიადგა ახლა 5 დღე მოუნდა აქ. ჯარის გადადგა, გასაგებია ხა მთაში, ჯარი უფრო ნელა მოძრაობს და ნახა რომ კედელი აქვს აშენებული იმას. არიო ბარზანს და გამაგრებულია იქ. ხეობა აქვს გადაკეტილი. გადაკეტილია ხეობა. ამავე დროს მდინარის ხეობაა. მდინარეც არის იქა, რამოდენიმე მთის მდინარე ჩამოდის, შესასვლელი. პრინციპში ერთი შესასვლელი არა, მაგრამ რამოდენიმე ხეობაა და ეს ხეობები ჩაკეტილი აქვს ამას. მას ეძახიან პერსიდის კარიბჭე. სპარსეთის კარიბჭე. აი ხედავთ ხო, ესაა ზაგროსის მთები, მაღალ ზემოთ ადიხარ უკვე. მესოპოტამიის დაბლობიდან, სუზიანის დაბლობიდან ადიხარ ზემოთ ადიხარ უკვე. სპარსეთში. მან ის დაბანაკდა, ბანაკი დასა, ამე გაათენა და მეორე დღეს შეუტია. შეუტია, მაგრამ ვერ აიღო. იმიტომ რომ ისინი კლდეებზე გამაგრებულები იყვნენ, სხვათა შორის არის ცნობა, რომ ზვავებიც მოუწყვიტეს, კლდეებიც მოუწყვიტეს, ქვები დაუგორეს, ისე ვერ გადავიდა. პრობლემა არის, ახლა ვერ იღებს, ძალით ვერ იღებს, ახლა რაც არ უნდა მამაცი ჯარი ყავდეს და ისინი ახლა ბუნებრივი საზღვარია, კედელი აშენებულია და უკან მოტივირებული მეომრები დგანან და სარდალი ყავთ. მამაცი კაცია, ხდალი არ არის, არიო ბარზანი. მაგრამ რაღაცი დგავს ეს თერმოპილეს ამბავს რა, როცა მოღალატე გამოჩნდა. და ზურგიდან მოუარეს მაშინ სპარტელებს, 300 სპარტელს ხო გახსოვთ. აქაც გამოჩნდნენ ადამიანები, ახლა სპარსელების ხარეს. ხო, ადგილობრივები, არ ვიცით ახლა ისინი ალბათ სპარსელები შეიძლება უქსიებიც იყვნენ. მათ იცოდნენ ახლა ეს გასასვლელები. ყოველ შემთხვევაში მეგზურები გამოჩნდნენ, რომლებმაც უთხრეს, რომ თებში ადის ბილიკები და ზურგში ექცევა.
ამ კარიბჭის. ალექსანდრემ გაყო ორად ჯარი, ესე იგი, კრატეროსის და მელეაგრეს ტაქსისები კავალერიის ნაწილით დატოვა ბანაკში. და თვითონ აიყოლია ამინტას, პერდიკას და კენოსის ტაქსისები, გარდა ამისა აგრიანები მოისრებიან და კავალერიაც აიყოლია და წავიდა ბილიკებს შეუყვა გიორგი. ხამით გავიდნენ. საცალფეხო ძალიან მძიმე და ძალიან სახიფათო გზა გაიარა, მაგრამ მაინც მოახერხა ისე რომ სპარსელების პირად ალექსანდრე მიდის ყველგან წინ. ხო, თან ბანაკში კრატეროსი დატოვა სარდლად და დაუბარა, რომ როდესაც ხეობიდან მოგესმებათ მაკედონური საყვირების, საომარი საყვირების ხმა, მაშინ დაიწყე შეტევა. მოექცა ის ავიდა ზევით და იმ სიმაღლეზე ავიდა, რომ ქვემოთ უყურებს ამათ ბანაკს, არიობარზანის ბანაკს. იქ ბანაკი დასცა, ღამე ნაწილი გააგზავნა კიდევ უფრო სიღრმეში და უკანა გასასვლელები ჩაკეტა. ჩაუკეტა სპარსელებს. სპარსელებს წარმოდგენა არ აქვთ, რა ხიფათში არის. მეორე დღით მართლა დაიწყო შეტევა და დაასცხეს ეს საყვირები, სამხედრო საყვირები, რომ კრატეროს ბანაკში გაეგო და კრატეროსმა შემოუდია, აი ესე ზემოდან დაესხა, ზური სამი მხრიდან დაესხნენ ამ სპარსელებს და მოახაძნელი გამოსაცნობი არ რაც მოხდებოდა იქ. დამარცხდნენ სპარსელები. მოულოდნელობის ეფექტიც იყო და ფაქტურად ალყაში მოექცა. მოულოდნელობას ყოველთვის მოაქვს შიში. მოულოდნელობის ეფექტის მთავარი თვისება რა არის შიშია. ამათ აქ რა უნდათ? გაურკვევლობის ჩვენზე მაღლა არიან, ჩვენს უკან არიან. ძალიან ბევრი დაიღუპა იქ სპარსელები. იომეს რაც შეეძლო, ბევრი ხევებში გადაიჭეხა. მაგრამ ამ არიობარზანმა მაინც როგორც ჩანს მაგარი კაცი, მაინც მოახერხა ერთ ადგილზე ალყა გაარღვია და 5,000 კაცით გამოვიდა. გამოვიდა, რომ მე ის ჯარი გზაშიც დაეშალა, მაგრამ არიობარზანი ჩრდილოეთისკენ აი აქედან წამოვიდა და გაიქცა დარიოსთან, ეკბატანაში. დარიოსი ეკბატანაში. შევიდნენ ეს გაიარეს, პერსიდის კარიბჭე გაიარეს და გავიდნენ უკვე ამ პლატოზე. ამოჩნდა ორი უბრწყინვალესი ქალაქი, პასარგადი და პერსეპოლისი. ახლა სამდე პერსეპოლისის, ხო, საინტერესო რა, როცა ეს გაიარეს, ეს ხეობა გადაანგრიეს, პერსეპოლიში პანიკა ატყდა. ალექსანდრე მოდის, ისკანდერი მოდის. სპარსეთში იყო ასევე როგორც სუზაში და ბაბილონში იყო დიდი საჭურჭლები და ამ პერსეპოლისის საჭურჭლების გამგებელი იყო ტირიდატი, ვინმე ტირიდატის სპარსელი, რომელმაც ალექსანდრეს გამოუგზავნა ცნობა, რომ სასწრაფოდ ჩამოდი და ჩაიბარე საჭურჭლები, იმიტომ რომ ქალაქში პანიკა არის და შეიძლება გაძარცვონ. პერსეპოლიში არის მთავარი შეძახილი თავშუშველი. არც მეფე ყავთ, არც სარდალი ყავთ, არც სამხედრო ძალა დგას და ყველა თავის გადარჩენის დროს იწყება ძარცვა, რომ აგერ რამდენიზე მოდი, ამიტომ სახიფათო იყო, რომ ხალხი შეჭრილიყო აქალა და დაეტაცებიათ ეს ქონება და ახლა ჩვენ წინა ლექციაში ვისაუბრეთ, რომ ალექსანდრეს გაბატონების ერთ-ერთი მთავარი პირობა არის მიმხრობა სპარსელების და აზიელების, აი ეს ტირიდატი გადავიდა მის მხარეზე. ეს საჭურჭლების მფლობელი და მცველი. ახლა ისეთი კაცი იქნებოდა, რომ თავარი არ დაიტაცოს ხალხმა ეს და აი ერთი მეფე დამარცხდა და აგერ მეორე მეფე მოდის რა. პატრონი გამოუჩნდეს. უპატრონოთა ქალაქი. პერსეპოლისში ხო და როცა ეს გამოუგზავნა, რომ სასწრაფოდ ჩამოდი, მან კავალერია აიყოლია ალექსანდრემ, ჯარი ახლა ქვეითი ჯარი უფრო ნელა მოძრაობს, კავალერიას ჩაუდგა სათავეში და შევარდა ქალაქში, პერსეპოლისში.
იქ მოხდა ასეთი ამბავი. პერსეპოლის შესასვლელში დაახლოებით 1000-მდე ბერძენი მონა და ხეიბარი და ტყვედ გაყიდული ბერძნები, ვინც პერსეპოლისში ყავდათ სპარსელებს წაყვანილი. ზოგი მონა იყო, ზოგი დახეიბრებული იყო, ზოგი დასჯილი იყო, ზოგს ხვირი ჰქონდა მოჭრილი, ზოგს ყურები ჰქონდა დათლილი, ახლა სპარსული დასჯის წესები იყო, ანუ რეპრესირებული ბერძნები. და ეს თავის მეფე რო დაინახეს, ბღავილით გამოეგებნენ ალექსანდრეს. ტირილით, გლოვაში, თანსიხარულით, რომ მათი მეფე მოვიდა. სოთეში ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ამან ალექსანდრეს. და მე ვფიქრობ ახლა ზოგიერთი ისტორიკოსი ამას უსვამს ხას, მე პერსეპოლის რაც დაემართება ამ ქალაქს. ერთ-ერთი მთავარი მდგენელი რატომ მოიქცა ალექსანდრე ასე ბევრი თვლის რომ ეს იყო ეს რომ ბერძნები ასე დღეში ნახა. რისხვით არის? ბუნებრივია. ახლა პერსეპოლისში შევიდა, ცოტა ხანი მაინც ჯობია ჩვენ რომ პასარგადზე ვილაპარაკოთ, იმიტომ პერსეპოლის გავაგრძელებთ მერე. ის ჩავიდა პასარგადზე. პერსეპოლიდან პასარგადი არის 90 კილომეტრამდე დაახლოებით. ახლა ეს დიდი მანძილი არ არის. პასარგადი არის სპარსელების ძველი დედაქალაქი, უძველესი. კიროს დიდის დედაქალაქი და როცა კიროს დაიღუპა მასაგეტებთან ბრძოლაში, ხო, აი ეგერ არის, მასაგეტები აქ ცხოვრობდნენ, ძვირფასო მეგობრებო, ეგერ წერია. ესეც ირანული ტომებია? ყველა ირანულია. ოღონდ მთიელი ირანი. არა, ველის. ველი, ეს ყაზახების ველებია და ამიტომ იჩემებენ, რომ ყაზახები იყვნენ და არ იყვნენ, ესენ სკვითები არიან, აი აგერ. აქ სარმატები ცხოვრობენ. ესენ სულ მომთაბარე ხალხებია, იმიტომ რომ ველია ხო უყურებ, შუა აზია ეს. აგერ საკები ცხოვრობენ. საკები მონაწილეობდნენ გავგამელას ბრძოლაში, ისე როგორც სკვითები, მოკავშირეებად, ხო. მასაგეტებთან რო დაიღუპა, მანამდე თვითონ კიროს ჰქონდა თავისი აკლდამის მშენებლობა დაწყებული, წინასწარ დაიწყო. ანდერძიც ჰქონდა, რომ ის პასარგადში უნდა დასახლო. მაშინ პერსეპოლისი მას ჰქონდა დაწყებული, თუმცა პერსეპოლის საბოლოო სახეს დარიოს დიდი მიცემს. პერსეპოლისი საბოლოოდ როგორც რეზიდენცია მეფეების დარიოსის პირველის დროს იქნა. მე ყველა მომდევნო მეფე ამშვენიერებდა პერსეპოლის, მაგრამ ახლა პასარგადში არის კიროსის აკლდამა და აი ეს არის ძვირფასო მეგობრებო კიროსის აკლდამა, რომელიც დიდი სურვილის მიუხედავად მე ვერ მოვახერხე პერსეპოლისში ვარ ნამყოფი. ნაქშეროსთამშიც ვარ ნამყოფი, მაგრამ აქ ვერ მოვახერხე. ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ პერსეპოლისში მოხვდეოდეს მე. მიზეზი გაქვს რის გამოც უნდა დავბრუნდე. დელეგაციის ხელმძღვანელი ვიყავ ჩვენ პარლამენტის და ისე იყო გადატვირთული რომ ფარსისტანის გუბერნატორთან მქონდა შეხვედრა და დრო არ მქონდა რა. ახლა ვერ დავაბრალებ ირანელებს, ძალიან გვიმასპინძლეს იქ, მაგრამ ვერ მოვახერხე აქ ჩასვლა რა. დრო ხო შეზღუდულია. ერთია როცა ტურისტად ახარ წასული და მოგზაურობ და ახლა მეორე დელეგაციას ვარამეა. მაგრამ მაქვს გეგმაში და იმედი მაქვს რომ მედაშენ ერთად ვნახავთ. ესეც გეგმაში გვაქვს მე და ბატონ გიორგის უსპარსეთ ირანი უნდა დავათვალიეროთ. ისე ყველას გირჩევთ ძვირფასო მეგობრებო რომ ირანი ცივილიზებულმა ადამიანმა უნდა ნახოს ირანი. ამის სურვილი საქართველოში ბევრს აქვს. ბევრს აქვს, ნამდვილად ვიცი, ეჭვი არ მეპარება და საშუალება გაჩნდა. შოთაშორის ბევრი ქართველებიც არიან იქ ნამყოფი და ესე მაგრამ ნუ მე ხარ მომიწე ეს არის კიროს აკლდამა. რა თქმა უნდა ცარიელია ძვირფასო მეგობრებო, იქ არც ნეშტია, არც სარკოფაგია, მით უმეტეს არც ნივთებია, არაფერი არ, მაგრამ ეს არის 6 საფეხურიანი ეს არის ზოროასტრიზმის 7 ზეცა. მე 7 არის კიროსის აკლდამა, ანუ
აჰურამაზდასთან არის ამის სიმბოლო არის. ალექსანდრე როცა ჩავიდა გიორგი ეს დალუქული იყო შესასვლელი და სამეფო ბეჭედი ქონდა. და ვინ იცავდა ამ ტერიტორიას? ამათ იცავდნენ მოგვები. ახლა საერთოდ არც სუზას არც პერსეპოლის და არც პასარგაც კედლები არ ქონდა, დამცავი კედლები გასაგები მიზეზის გამო, ახლა ძლიერი იმპერია, არავის შიში არ აქვს, ამიტომ საფორტიფიკაციო კედლები არის შიშის შედეგი. ხო ჩინელები საერთოდ იმხელა კედელი ააშენეს კოსმოსიდან ჩანს. ის შიშის სიმბოლოა. ჰუნების და მერე მონღოლების შიში ქონდათ. ჯერ ჰუნების, ომთაბარეების. ამათ არ ქონდა საფორტიფიკაციო და არც სამხედრო ნაწილები არ იდგა, არ არის დასაცავი ეს ვინ უნდა მოერიოს შაჰინშაჰს. აქემენის მოდგმას ვინ უნდა გაუბედოს რამე. ამიტომ ეს იყო ზეობა იმპერიის სიმბოლო, როცა კედელი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ზეობა აქვს იმპერიას. ხელშეუხებელი. ხო, ხელშეუხებელი. წარმოუდგენელი. რომ ვინმე მოგერიოს. ხო და დალუქული დახვდა და ამას იცავდნენ კი არა და ყურადღებას აქცევდნენ თან რელიგიურ რიტუალებს ატარებდნენ მოგვები. ზოროასტრიზმის მიმდევარი სასულიერო პირებს ერქვათ მოგვე, ბევრს ეშლება მაგებს ეძახიან. მაგი არის რუსული. ქართულად არის მოგვი. და მოგვები წირავდნენ მსხვერპლს და უვლიდნენ და ასამჯელოც ჰქონდათ ახლა მეფეებისგან საკვებად ყოველდღიურად მათ ეკუთვნოდათ ერთი ცხვარი და თვეში ერთი ცხენი. ცხენს ჩუქნიდნენ ყოველ თვე და ყოველ დღე ჰქონდათ ხორცი და პური და ასე შემდეგ და უვლიდნენ ამას. ალექსანდრე როცა ამალით ჩავიდა ამ პასარგადებში, პასარგადი მრავლობითში ითქმება ხოლმე სპარსელების ადგილები, ასე სპარსელთა ადგილები ასე ითარგმნება. ალაგი. პასარგადში რო ჩავიდა, მოითხოვა რომ გახსენეთო აკლდამა. უნდა შესვლა შიგნით კიროს დიდის ნეშტის ნახვა უნდა და გახსნეს აკლდამა, დაბეჭდილი აკლდამა. რო გახსნეს შევიდა გაძარცვულია. დღემდე უცნობია ვინ გაძარცვა, როგორ გაძარცვა, იმიტომ ფაქტია გაძარცვული დახვდა, მაგრამ მე ბეჭედ დასმული, სამეფო ბეჭედი ქონდა. ანუ რაღაც უცნაური ამბავია. დღემდე გაურკვევენ. ნეშტი ადგილზეა. ნეშტი ადგილზეა, მაგრამ არც თან ცნობილი იყო, რომ ოქროს სარკოფაგში დაკრძალეს რა. ვერაფერი ვერ ნახა მარტო სამეფო ფარი მის. თუ შუბი. შვილდი და ფარი. შვილდი და ფარი. ახლა ალექსანდრეს აქ ყოფნის შესახებ ჩვენ ინფორმაციას გვაძლევს, ჩვენ გავიარეთ ის წყაროები, კურციუსი გვეუბნება, კურციუს რუფუსი, რომაელი ისტორიკოსი, იმას აქვს დაძვრილებით აღწერილი ალექსანდრეს მისვლა იქ. თუ არ ვწდები, არიანესაც აქვს. შეიძლება ვწდებო. რო შევიდა, რა თქმა უნდა, არისხდა, რომ ეს რა არის. მეფე გაძარცვულია. ხო და ამ მოგვების გამოტეხვა დაიწყო. უბძანა რომ გამოტეხეთ. აწამეს ეს მოგვები. რო თქვით ვინ გაძარცვა. კარგი, ესენი ამბობენ ჩვენ დროს არ გაძარცულა. მაგრამ თქვენ წინ ვინ იყო? ვინ შეიძლება ყოფილიყო? ვის შეეკარით? ანუ ეჭვები და შეკითხვები ახლა ამ დროს ბევრი არის და აწამეს, ვერაფერი ვერ თქვეს ამგერმა და ბოლოს ჰეტერებმა უთხრეს თავისმა მეგობრებმა ალექსანდრეს დაანებე ამ ხალხს თავი არ იციან ამათმა ვინ გაძარცვა ეს. დაანება თავი. არის ასეთი ცნობა, რომ თითქოს და კიროსის ნეშტი დაასვენა თავის სამხედრო კლამიდზე, საომარ კლამიდს, მოსასხამს. ესეც სიმბოლიკა, ესეც ლეგიტიმაცია არის, რომ სპარსეთის იმპერიის პირველი ლეგიტიმური მმართველი, ვინც შექმნა ეს მსოფლიო უნივერსალური იმპერია, ალექსანდრეს სამხედრო კლამიდზეა დასვენებული. მერე მასთან ახლდა არქიტექტორი და ინჟინერი არისტობულე, რომელსაც დაავალა რომ მიეხედა ამისთვის.
ამ აკლდამისთვის გაემშვენიერებია. და არისტობულესგან გვაქვს, ესე იგი, ეს ინფორმაცია არისტობულე მერე წერდა მისი უშუალო დედნები არა გვაქვს, მაგრამ არისტობულესგან იცის როგორ ჩანს კურციუსმა ეს. არისტობულეს მერე მოყოლილი აქვს, დაწერილი აქვს ეს, რომ როგორ მოხდა ეს ამბავი. ახლა ცოტა ხანი უნდა გავჩერდეთ, რახან დღევანდელობა კავშირში ამ აკლდამასთან. და საერთოდ თუ რაიმე შეცდომებს უშვებენ ადამიანები, ერები, ქვეყნები, უშვებენ, იმიტომ რომ ისტორიასთან წყვეტენ კავშირს გიორგი. არა და ყველაფერი ისტორიიდან მოდის, ფესვები იქიდან მოდის. იცი როგორ არის სახლის მთავარი ნაწილი არის ფუნდამენტი. ის არასდროს არ ჩანს. მიწის ქვეშა, მაგრამ საძირკველია სახლი, არა საძირკველი და არ უნდა ამას, არ გამოგივა არაფერი, ხო? აბსურდია. ხო? ამიტომ ეს არის ეს აკლდამო ძვირფასო მეგობრებო, დღეს ახლა რა პროცესებიც მიდის ირანში. ირანში მიდის ძალიან შიდა პროცესი. ჩვენ ამაზე გვქონდა სხვა გადაცემაში საუბარი, მაგრამ შეგვიძლია გავშალოთ ეს თემა. დღეს ირანში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი ნაკადი. ეს არის რელიგია დაუპირისპირდა ნაციონალიზმს. და ნაციონალიზმი დაუპირისპირდა რელიგიას. ახლა ჩვენთვის ცოტა ეს გაუგებარია, იმიტომ ქართველებში რელიგიაც და ნაციონალიზმს ერთი სხეულია. ქართული ნაციონალიზმი გულისხმობს ქრისტიანობას. და ეს ორი ფრთა არის, ორი ფრთით მოძრაობთ ჩვენ, ორი ხელია ჩვენ ქართული ნაციონალიზმის სრულყოფილება მდებარეობს რელიგია და ერი, წარმავლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ისტორიის ნახევარი ქრისტიანობის იქეთ არის. რამდენიც აქეთ არის საქართველო, ხო, მე-4 საუკუნიდან ოფიციალურად. ახლა ქრისტიანები პირველი საუკუნიდან ჩნდებიან და საერთოდ მოციქულები არიან აქ ნამყოფნად. აუშვათ ხო, რასაც ქვია სახელმწიფო რელიგია. დოკუმენტურად და ამ დოკუმენტებს გვაძლევს ბერძნული წყაროები. ჩვენ ვიცით, რომ ტროას ომი, რომელიც დადასტურდა რომ იყო და დაახლოებით 22 საუკუნის წინ, ტროას ომის გმირების მამები და ბაბუები არიან კოლხეთში ნამყოფი, ახლა ამაზე ვილაპარაკეთ ჩვენ, ხო? იმის იქეთ კიდე. მე ერთი რამე მინდა გითხრათ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მე არა ვარ მომხრე გავაფეტიშოთ რაღაცების მასშტაბები გავზარდოთ, რაღაცები გამოვიგონოთ. თუნდაც ის მაგალითი რომ ახლა დღევანდელი ჩვენთვის ძალიან დაფასებული ყაზახები იჩემებენ რომ არიან მასაგეტების. ჩვენ ასეთი რამე არ გვჭირდება. ჩვენ ძვირფასო მეგობრებო, ქართველები ვართ ერთ-ერთი უძველესი მოდგმა დედამიწის ზურგზე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ერთ-ერთი უძველესი მოდგმა, ხალხი, ტომი, გვარტომი, ერი, რაც გინდათ ის დაარქვეთ. სანამდე წვდება კაცობრიობას თავის დოკუმენტალური მეხსიერება, აი იქიდან მოვდივართ ჩვენ. და ამიტომ ქართულ ნაციონალიზმზე თქვი, რომ ახლა ჩვენ ამის პრობლემა არ აქვს, სრულყოფილია ქართული ნაციონალიზმი, რელიგიაც და ეთნიკურობაც, სისხლიც, წარმომავლობაც, საერთო წარსული, საერთო სამშობლო, საერთო გეოგრაფია, ეს ყველაფერი შეკრული, უნიკალური ვართ, ამიტომ ბევრი არ არის ასეთი ხალხი. ბევრ ძალიან ძველ ხალხს რაღაცეები აკლიათ. სპარსელები არიან ასეთი. მათ დღეს 21 საუკუნის წინ ისინი აღმოჩნდნენ ძალიან სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე. ეს არის ირანული ნაციონალიზმი დაუპირისპირდა რელიგიას, ისლამიზმს. ვიღაც შეიძლება ეს არ მოეწონოს. მე რასაც ვამბობ ხალხო, მე ყველაფერზე პასუხისგებელი ვარ და არგუმენტები მაქვს ამის. იმიტომ რომ ირანში ჩაითვალა, რომ აი ძველი ეს სპარსული მემკვიდრეობა, ისლამამდელი მემკვიდრეობა იგნორირებული იქნა 79 წლის ისლამური რევოლუციის მერე. აბსოლუტურად იგნორირებული იქნა. ირანში ეროვნება აკრძალულია. ირანის მეჯლისში, გიორგი და ძვირფასო მეგობრებო, არის კვოტები, უმცირესობების. ოღონდ ეს უმცირესობები, ეროვნული უმცირესობები კი არ არის.
ეს უმცირესობებია, რელიგიური უმცირესობები. მაგალითად, ირანის პარლამენტში ქურთებს კი არა აქვთ კვოტა, ან აზერბაიჯანელებს კი არა აქვთ კვოტა, ან ბელუჯებს, ან ლურებს, ებრაელებს. ებრაელებს ძალიან ცოტა არა, ხო, სომხებს, თუნდაც ქურთები თქვი, ხო, თურქმენებს, ხო, არაბები, შიიტი არაბები ცხოვრობენ იქ. ანუ ერებს კი არა აქვთ, არამედ აქვთ რელიგიურ უმცირესობას. რახან შიიტურია ირანი, უმრავლესობა იქ არის შიიტების კვოტა, მაგრამ აი ქურთებს როგორ აქვთ, იცი კვოტა, რახან ქურთები სუნიტები არიან, ირანში მაცხოვრებელი ქურთების უმრავლესობა სუნიტები არიან, სუნიტებს აქვთ კვოტა. ქრისტიანებს აქვთ კვოტა. ასე ქვია ქრისტიანების კვოტა, მაგრამ სინამდვილეში სომხების კვოტა. იდო იქ ქრისტიანები ყველაზე მეტნი წარმოდგენილი არიან სომხები. იუდეველებს აქვთ, ებრაელებს არა, იუდეველებს. იდო ისლამის ტერმინს ისრაელს თავს არიდებს, ისლამში ისრაელი ეს მათი რელიგიის ნაწილი არის. ისინი ისრაელს კი არ ეძახიან, სიონისტურ ხელისუფლებას ეძახიან. იდო სიონიზმი, რო ვთქვა სიმართლე, კლასიკური სიონიზმი არ გულისხმობს მანდამაინც იუდაიზმს. ეს უფრო ებრაული ნაციონალიზმის სიმბოლო. ამიტომ ირანში აგერ რო გითხარით, რახან იგნორირება გააკეთა ეროვნულობის ისლამურმა რევოლუციამ, აქედან ჩანს, რომ კვოტები არის არა ეთნიკურობით, არამედ არის რელიგიურობით. თუმცა ამ ბოლო წლებში რა თქმა უნდა რაღაცები უფრო შეარბილეს და ახლა მე როცა პერსეპოლისში ვიყავი, იქ მე ნახე ისეთი მაგალითად რადიო იყო ჩართული, რომელიც აჰურამაზდაზე საუბრობდა, ახლა ძველ ღმერთზე, ახლა ეს აიათოლა რუჰოლა ხომეინის დროს ეს გამორიცხული ეს ძველი ღმერთის ხსენება, ხომ? იქ რაღაცას ყვებოდა იქ ტურისტებისთვის და იმისთვის, ხო? მაგრამ ირანში დღეს რა პროცესებიც მიდის, ეს არის ნაციონალიზმი და რელიგიურობა დაუპირისპირდა ერთმანეთს. და აი ამ ირანული გაცოცხლებული, აღმავალი, შაჰის დროს ნაციონალიზმი იყო. შაჰი დრგუნავდა რელიგიურობას, ამიტომ მოხდა ისლამური რევოლუცია, მაგრამ მე როცა მოვიდნენ ეს აიათოლების ხელისუფლება რომ მოვიდა, ნაციონალურობას შეუტიეს და ეროვნულობას შეუტიეს და აი დღეს ეს კიროსის აკლდამა არის ირანული ნაციონალიზმის სიმბოლო და ახლა გაჩვენებთ მე თქვენ როგორ იკრიბებიან იქ ირანელები მიუხედავად იმისა რომ აკრძალული აქ შეკრება და შემდეგი სურათი აი ხალხი როგორ იკრიბება ეს არის მე გეტყვით ახლა სპარსელებს, ძველ სპარსელებს, ისლამამდელ სპარსელებს ჰქონდა თავისი კალენდარი. იქ არის აბანის თვე. ეს არის 7 აბანი არის კიროს დიდის დღე. კიროსის დღე არის. ახლა რას ნიშნავს ეს ისლამამდე სპარსელებს ჰქონდათ ზოროასტრული კალენდარი, რომელიც დაფუძნებული იყო ძველ ეგვიპტურ კალენდარში, 12 თვე, მზის კალენდარი. მაგრამ მე როცა ისლამი მოვიდა, მთვარის კალენდარი ჰიჯრა შემოვიდა. ჰიჯრა როცა შემოვიდა, ისლამ ჰიჯრა არის მოძრავი. ერთი თვე შეიძლება იქეთ იყოს, აქეთ იყოს რა. და რახან ჰიჯრა მოძრავი კალენდარია, მთვარის კალენდრით არის. ჰიჯრა საიდან ქვია? ჰიჯრა ნიშნავს, როცა მუჰამედი მექიდან მედინაში გადავიდა. იქიდან იწყება წელთაღრიცხვა. 1445 წელია ისლამურ ქვეყნებში და ირანშიც, მაგრამ ჰიჯრა პრობლემას ქმნიდა თავისი მოძრაობის გამო. გიორგი და ძალიან ბევრ მათ შორის მუსლიმ ხელისუფლებს ჰქონდათ ამისი შეცვლის მცდელობა, კერძოდ ხელს უშლიდა სოფლის მეურნეობას. აი როდის უნდა დაიწყოთ თესვა და რაღაცა პრობლემებს ქმნიდა მთვარის კალენდარი. ამიტომ მე-11-მე-12 საუკუნეში როცა სელჯუკებმა დაიკავეს მაშინ სელჯუკების იმპერია შეიქმნა, მალიქ შაჰი გაგვიგია ალბათ ყველას. მალიქ შაჰმა გადაწყვიტა რომ რეფორმა გაეკეთებია წელთაღრიცხვაზე და დაავალა ის ომარ ხაიამს. ომარ ხაიამი ჩვენ აი ნახე როგორც ეკვავენ ირანელები, ნახე რა ხდება შეხედა.
აქ სკანდირება მთავარი შეძახილი ხო იცი რა არის? ირანის სამშობლოა კიროსი მამა. ამას ყვირიან სულ. ხო და მალიქ შაჰმა ომარ ხაიამს დაავალა ამის კალენდრის რეფორმა. დააბრუნეს ძველი სპარსული მზის კალენდარი. ომარ ხაიამი ყველა ვიცით რომ იყო დიდი პოეტი და მართლა დიდი პოეტი სასაულიო. ეს ჩვეულებრივი დღე არის. ახლა ის კიროს აკლდამა და უკვირდით სულ ახალგაზრდობა შეხედათ. და ომარ ხაიამი გარდა პოეტობისა იყო დიდი მეცნიერი, ასტრონომი იყო. ფანტასტიკური და დავარქვათ ასე სპეციალისტების საბჭო შექმნა 8 ასტრონომი ომარ ხაიამის თავმჯდომარეობით, რედაქტორობით გააკეთეს რეფორმა და აღადგინეს ის. აი იმისი 7 აბანი ძველი სპარსული. ეს არის 28 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე. სხვადასხვა დრო შეიძლება სხვადასხვა დღეს და 28 ოქტომბერს შევიდა, საიდან იწყება ესა კიროს დიდის დღე. ირანული ნაციონალიზმის, რა ვიცი, ლამის ახალი წელი. როცა კიროს დიდი შევიდა ბაბილონში. ბაბილონი მისმა სარდალმა გობრიამ აიღო 12 ოქტომბერს, მაგრამ გობრია სპარსულად ბაბილონში უგბარუ ქვია იმას. გობრიამ აიღო 12 ოქტომბერს, მაგრამ კიროს შევიდა 28-ში. აი იქიდან ესა კიროს დიდის დღე. ახე რა ხდება. აი ეს არის ირანული ნაციონალიზმის სიმბოლო. ეს ხდება აკრძალვის მიუხედავად. აკრძალვის მიუხედავად. ხოთეშორის 2016-ში იყო 7-ში აი ამ კალენდრის მიხედვით იყო დიდი გამოსვლები იყო და დაარქვეს კიროს დიდი საჯანყება. ასე ეძახა იქ ხო გამოსვლებია სულ. აი ეს არის სიმბოლო, ნახე როგორ არიან შეკრებილი. აქ მიდიან ბავშვები, აკრძალულია, იმის მერე აკრძალეს, მაგრამ ვერ კიდებენ ხელს ამ ხალხს. იმიტომ ამას შეიძლება ამას უფრო დიდი უკმაყოფილება მოხდეს. აქ უფრო მეცაც გეტყვის, გარდა სპარსელებისა, სხვა ეთნიკური ერთეულებით ჩადიან, მაგალითად 2016-ში აქ ირანელი აზერბაიჯანელები, ირანელი ქურთები, ირანელი ბელუჯები თავის ნაციონალურ ტანსაცმელში მივიდნენ აქ. მიც მერე ასე არის. აი ეს არის ირანული ნაციონალიზმის სიმბოლოა პასარგადი, კიროსის აკლდამა. ირანის სამშობლოა კიროსი მამა, ირანის სამშობლოა კიროსი მამა. ასე ყვირიან დღესაც. ყვირიან რა შეძახილა, ყვირით ცუდი სიტყვა. ესა დევიზი ირანული ნაციონალიზმის. ხო დღესაც ახლა ეს უფლისწული ფეხლებები ხო ამ არქემენიდებს უკავშირებენ ყველაფერს. კერძოდ ფეხლებები ასე თვლიან, ახლა რამდენად დასტურდება ცალკე თემა საერთოდ. მეფეებმა მონარქებმა იციან და დაძველება გვარის, მაგრამ ფეხლებები თვლიან, რომ ისინი არიან პართული დინასტიის კარი ფეხლებების შთამომავლები, რომლებიც თავის თავს კიდევ უკავშირებდნენ არტაქსერქსე მესამე ოხოს. დიდი მეფე იყო ეს, დაუნდობელი, მაგრამ დიდი. ეგვიპტეში რო შეჯამა აპისის შემწვარი ხორცი. ხო, აი არიან იქ იკრიბენ ბავშვებით დადიან, სკოლებიდან დადიან და ეს არის სიმბოლო. აი აგერ საჭმელს ჭამენ აგერ შეკრებილები. ესა ჩვეულებრივი დღე ახლა მათთვის. აცებს უშვებენ, უსმენენ, ცეკვავენ, მღერიან. სპარსულად ლაპარაკობენ, ახლა სპარსულია სახელმწიფო ენა. აი ასე არიან, ასე ერთობიან, შვილები დაღავთ. აჩვევენ ეს არის. ჩვენი მცხეთაა ეს. მათი მცხეთაა. რა ჩვენთვის არის მცხეთა? აი ნახე როგორ ცეკვავენ. და კიროსი სპარსული იმპერიის დამფუძნებელი სპარსული ნაციონალიზმის სიმბოლო არის 7 აბანი. 28, ან 29, ან 30, ან 31 ოქტომბერი, ეს არის როცა ბაბილონში შევიდა კიროსი. და მაშინ ფაქტიურად პირველი ქარტია გამოაცხადა, რომელიც ადამიანის უფლებების საფუძველთა საფუძველს გამოაცხადა, რელიგიური ტოლერანტობა,
არც ერთი ეროვნების დაჩაგვრა, თანასწორობა, ესე კიროსის მოგონილია ხალხო. კიროს მაქნა დიდი მეფე იყო. სპარსელებს როგორ აქვთ იცი ნათქვამი, როგორ ამბობდნენ. ჩვენი მამა კიროსია. კამბიზი ტირანია, ხოლო დარიოსი ბრძანებელი, დარიოს პირველი. კიროს მამას ეძახიან დღესაც. სპარსელები, აქ იყო ჩავიდა ალექსანდრე და დაავალა არისტობულეს და მოუარა კიროსის აკლდამას. ეჭვი მაქვს მაგ ჩამონათვალში ტირანების განყოფილებას კიდე ერთი გვარი დაემატება ცოტა ხანში. ალბათ ხო, იმიტომ რომ ახლა ირანული ნაციონალიზმი, ახლა სპარსელი რო ხარ და ხელა ისტორია გაქვს კაცო, მათ შექმნეს პირველი იმპერია ადამიანური სახით. ეს დიდი მიღწევა. ირანელებს დიდი წილი მოკლეთ რა და დაუბრუნდეთ ახლა. ერთი სიტყვით სპარსელებს კერძოდ და ირანელებს მასშტაბურად დიდი როლი აქვს და დიდი როლი ითამაშეს კაცობრიობის ისტორიაში და რელიგია შექმნეს თავის მაზდეიანობა. მაზდეიანობა არის პირველი რელიგია. მაზდეიანობა იცით რომ ადრე იყო გაცილებით ვიდრე ქრისტიანობა, ხო? მაზდეიანობამ პირველად გაყო ბოროტი და კეთილი. მანამდე ღმერთები ეს ფინიკიური, სემიტური ღმერთება, ბოროტებიც არიან კეთილი. სოთეშვილ ბერძენი ღმერთები. ბერძენი ღმერთები არიან მატყუარები, ფლიდები, ისინი რა ქვია, შიშრები. ღმერთები ქალღმერთებს ხალატობენ ქალებთან, მოკდავ ქალებთან. ქალღმერთები ხალატობენ კაცებთან, მოკდავ კაცებთან, თავიანთ ღმერთებს, ქმრებს. ყველა ადამიანური ნაკლოვანებები და სპარსები ირანელის გონებაში გაიყო, რომ ეს ორი შეუთავსებელია, სიკეთე და ბოროტება. და ყოველთვის ომია მათ შორის და ძალიან პრიმიტიულად რო ავხსნა მაზდეიანობა რას გვეუბნება ჩვენ ზარატუშტრა ხო ღმერთი ორი ღმერთია მატერიალური და სულიერი ტყუპისცალები არიან კეთილი ღმერთი სინათლის ღმერთი მზის ღმერთი ეს არის ახურა მაზდა ხოლო მისი ტყუპისცალი აჰრიმაინო ანუ არიმანი ქართულში არიმანსაც ვეძახით ხანდა საბოროტების, სიბნელის, სიცივის. ღმერთია და მუდმივი ომია ამურ. დღე და ღამე, ცივი და ცხელი, ტკბილი და მწარე, ბოროტი და კეთილი, ყველაფერი ორია, დუალისტურია ყველაფერი. სოთაშვილის ახლა ფიზიკაც გვეუბნება, რომ სადაც მატერია, იქ სადღაც ანტიმატერიაც ხარ. ხო. ანახე რა ხდება. ერთგვარი ჩვენც ვიყავით მაზდეანები. ჩვენც ახლა ჩვენ რო თქვით ერთ გადაცემაში ვიღაცაა დაწერეს რომ არმაზი იყო კერპი, არ იყო ხალხო კერპი, ის ქრისტიანებისთვის იყო კერპი. ის შემოსულ რევოლუცია, რა ქვია, ფარნავაზის რეფორმების დროს გავრცელებული რელიგია და სტრუქტურირებული რელიგია მაშინ იყო, ახლა აქ არის ლაპარაკი ქრისტემდე 300 წლით ადრე. ებრაელების ერთღმერთიანობა მარტო ებრაელებშია. მეტი არავის არ აქვს ერთი ღმერთის უპირატესობა, ხო? ფარნავაზმა შემოიღო სპარსული რელიგია. ისე რომ არმაზი ქართულად და სომხეთში იყო ორმიზდი, სომხებიც ამ რელიგიას მისდევდნენ. ახლა ვიღაცამ თქვა, შეიძლება თქვა, ხო არიან ასეთ ქართველები, რომ ყველაფერი ქართული გონიათ, ნოე ქართველი გონიათ, ისე როგორც სომხებიც არიან, რომ იძახიან ნოე სომეხი იყო, არის ეს რაღაცა აკვიატებები გვაქვს, მე შემხედრი ადამიანები, რომლებიც მიმტკიცებდნენ, რომ მოსე იყო გურული და ცოლი ყავდა ხაშურელი, სეფორა იყო ხაშური. შემხედრია. ნუ კაცო, მამა ჩემთან დადიოდა ასეთი ხალხი, კაცო. რომლებსაც აკვიატებები ჰქონდათ, რომ აი სიცილია სიტყვა მოდის ქართული სიცილიდან. და ის სიკულები რო ცხოვრობდნენ, იქ ეს არ იცის. აი გაუნათლებელი ადამიანი ამიტომ არის ძალიან მოწყვლადი, რომ რაღაცას აიჭ. დემოკრატია მოდის დემონოკრატიიდან, და დემოსიდან და კრატიიდან მოდის.
ერთი იყო იძახონ და მანჯურიაო სახელი რო არისო, მანდშორიაო ჩვენგანო შორს რო არისო და რავი რასაც გინდა იმას იზამენ რა, ნუ ახლა ხო იმას უმეცრებას არ აქვს საზღვარი. ეს არავის ეგონოს რომ უმეცრება არის საზღვრიანი და სხვათა შორის ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული ანტისიბრძნეები, რომელიც სასწრაფოდ მოსაშორებელი გვაქვს, მაგალითად შეჩვეული ჭირი ჯობია შეუჩვეულ ხინს. ეს ამ მონის ფსიქიკა. და ეს არ არის დიდი ქართველების დრო, ეს არის აი ლეკიანობის და იმის დროს არის. მაგალითად არ ცოდნა არ ცოდვა. აბა ცოდნაა ცოდვა. სამდე ვიტყვით რომ არ ცოდნა არის არ ცოდვა, იქნებთ ასე ბნელები. და განათლების პრობლემა გვაქვს და ვიცი ახლა ჩვენ გვაპატიეთ ძვირფას მეგობრებო, შეიძლება ძალიან ამბიციურები ვიყოთ, მაგრამ ჩვენც დავისახეთ ეს პროექტიც ამისთვის გაკეთდა, რომ სამდე საქართველოს ისტორიას მივადგევთ, ჩვენი მეზობლების ისტორია მაინც ვიცოდეთ. თორე ძალიან ბევრს გონია, რომ ქართველები ვართ ყველაზე განათლებული, ყველაზე ცივილიზებული ხალხი და დანარჩენები იპარავენ ჩვენგან რაღაცებს. სამყაროს ჭიპი ვართ. ხო. ეს ასეა ყოველთვის. ქართველი უმეცრის გლობუსი არის ძალიან პატარა. ერთსახეა. ხო და თვალსაჩინოს გაზრდა არის და საკამათოდ საერთოდ უმეცარია ყველაზე რთული, იმიტომ რომ მეცნიერი და განათლებული კაცი ყოველთვის შეკითხვებს სვამს. უმეცარი არ სვამს შეკითხვას, მაგრამ რომ დაიბადა იცის უკვე ყველაფერი. კატეგორიული. ხო. ხო, ძალიან გამოუხვიეთ ახლა ჩვენ. ძალიან გამოუხვიეთ. ალექსანდრე მაკედონელმა როგორ მიაგო შემდეგ პატივი, გარდა იმისა, რომ უკვე მოყევი, რომ ფაქტობრივად დასვენებული მე გაალამაზეს და გამშვენიერეს და ოქროს სარკოფაგში ჩასვა და დაბეჭდა ალბათ და მიუჩინა მცველი. პიროსის მემკვიდრეა. იქ ქლამიდის დაფენა ახლა ის ცოტა ხანი იყო, მე გადაასვენეს ოქროს სარკოფაგში, მაგრამ ქლამიდის დაფენა ესა მემკვიდრეობითობა. რაი კიროსი, რომლის ძვლები ყრია, ასე უპატრონო და ვინ გაძარცვა, არავინ არ იცის. ანუ იმავე იმპერიამ ვერ უპატრონა, მე ვუპატრონე. დღესაც არის ეს, თუმცა კურციუსს აქვს ეს ცნობა ახლა, სხვა ნაკლებად აქვს. თუ არ ვწდები. მე მგონი არიანესაც აქვს, ოღონდ ასე კონკრეტულად რომ იქ მოგვები აწამეს და ესა და ისინი ვერ გატეხეს კი არა, მართლა არ ეცვინებოდათ ახლა იმას. ხო. მაგრამ ფაქტია. კარგი მიუბრუნდეთ ახლა იმას პერსეპოლის საგესტუნი მეორე სახელი. პერსეპოლისი არის ბერძნული სახე, აგერ არის პერსეპოლი თავარი. თვითონ სპარსელებიც იმ ეპოქაში პერსეპოლისად იხსენებდნენ. პარსას ეძახა, პარსა ანუ სპარსელების ქალაქი. პერსეპოლისი დაარქვეს ბერძნებმა, ანუ სპარსელების ქალაქი. ციხე გოჯი ხო ქვია ხა, და ნოქალაქები ქართულად, მაგრამ არქეოპოლისს ეძახიან ბერძნები, ანუ ძველი ქალაქი. ხო? ჩვენთან ახ დავანებოთ სპარსელებს. ბერძნები იციან თვითონ არქმევდნენ სახელს. მაგალითად ეგვიპტეში იყო კროკოდილოპოლისი. ეგვიპტური ქალაქი. რატო? იმიტომ რომ ნიანგი ყავდათ ღმერთად იმ ქალაქში და არქვეს პირდაპირ ქალაქს. ბერძნებმა კროკოდილოპოლისი. ხო და შევიდა ალექსანდრე პერსეპოლიში შევიდა დარიოსის ქალაქში. ახლა ეს ქალაქი არ არის ძვირფასი მეგობრებო, ეს არის სხვადასხვა სპარსელი მეფის, აქემენიდი მეფის მიერ აშენებული ანსამბლები სასახლის. ეს არის მეფეების რეზიდენცია, დავარქვათ, ეს არ არის ქალაქი კლასიკური გაგებით ახლა. პერსეპოლიში აფერს არ აწარმოებენ, აქ გროვდება ყველაფერი. აი მე მან ტირი დათმა რომ შემოუთვალა, რომ ჩამოდი და საჯურჯლებს მიხედე გაძარცვავენ. რამდენია იყო იცი იქ? 120,000 ტალანტი. 120,000.
ვიმეორებ 1 კილო, 1 ტალანტი ოქრო იყო 25 კილო და 33 კილომდე იყო 1 ტალანტი ვერცხლი. ეს მარტო ლითონი. ახლა იქ ფართლეული ხალიჩები, ნივთები, თვალმარგალიტი. არის ასეთი ცნობა, მე ამას ამ თელქონებებს ეკბატანაში გადაიტანს ალექსანდრე პარმენიონს დაავალებს. პარმენიონმა რო ეკბატანაში გადაზიდა ეს ქონება. ამდენი დაჭირდა, იცი, გამწევი საქონელი. ქარავანი. 10,000 წყვილი ჯორი, ანუ 20,000 ჯორი და 3,000 აკლემ. წარმოუდგენელი მასშტაბის სიმდიდრეა. ახლა იმ დღეს ვფიქრობდი, დამეზარა, მე დათვალა რამდენი გამოდის ახლა ეს. რავი, დათვალეთ თქვენ თვითონ. ჩვენ არ ვიცით ახლა ამ 120,000-დან რამდენი ახლა უფრო ნაკლები იქნებოდა. მაგრამ აი იმაში სუზაში და ბაბილონში 9,000 ოქროს ტალანტი ნახეს. იქ 50,000 იყო. დაახლოებით ამ შედარებით თუ შევადარებთ, რა ვიცი, მე-5 ოქროსი. უნდა ყოფილიყო. გრანდიოზული ქონება ჩავარდა, მაგრამ იქ ნახეს ტახტი, რომელიც ოქროს ტახტი ნახეს, რომელი ნახეს იცი პერსეპოლეში. გახსოვს ქსერქსე სალამინის ბრძოლაში რო ტახტი დადგა ატიკაში და რო უყურებდა ის ტახტი ნახეს. სალამინის ბრძოლის დროს რო ქსერქსე ოქროს ტახტზე იყო შემომჯდარი და ბრძოლას უყურებდა. ალექსანდრე დაждდა ამ ტახტს. და ისიც გახსოვთ მამამისის მეგობარი დემარატე კორინთელი. ეს ის დემარატე კორინთელი ფილიპეს რო უთხრა არეულ ოჯახს მიხედავ შენო. და ის იგივე დემარატე კორინთელია, რომელმაც გრანიკოსის ბრძოლაში შუბი რო დაელეწა ალექსანდრეს, ბეძზე რო გადარჩა. კლიტოსმა რო გადაარჩინა. მაშინ ხელი რომ მოაჭრა სპიტრიდატეს. აი ამ დემარატე კორინთელმა მიაწოდა შუბი მაშინ მეფეს, ნა? ამ დემარატემ რო დაინახა ეს მეფე რო დაждდა ალექსანდრე ამ დარიოსის ოქროს ტახტზე ტირილი დაიწყო. აგითხეს ახლა რა გატირებს, ტიროდა რას რომ აი ის ბერძნები რო ვერ მოესწრენ ამას. თერმოპილეს გმირები, პლატეის გმირები, სალამინის გმირები, მიკალეს გმირები, ვინც იბრძოდა თავის გადასარჩენად, აი ისინი ვერ მოესწრენ ეს რო ვერ დაინახეს. რო ბერძენი მეფე დაждდა ტახტზე, იმ ტახტზე, როცა დარიოსი შვაგულ ატიკაში აქ იჯდა და უყურებდა ბრძოლას, აი აქ იჯდა. ახლა აქ არის პერსეპოლეში, ზის ბერძენი მეფეს ტახტზე. აიწყო ქვითინი. დემარატე ახლა ასაკში იყო. მამამისის მეგობარი იყო. ახლა რა ხდება? ამან ჯარი მეუშვა საძარცველად. ალექსანდრე. არც ბაბილონი გაუძარცვიათ. არც სუზა გაუძარცვიათ. ასარგაც მით უმეტეს ხელს არ მონა. მიუშვა და პერსეპოლეს ძარცვის უფლება მიცა ჯარს. საერთოდ ახლა ძარცვა სამხედრო ხელოვნების ნაწილია. ძველ დროში, არც თუ ისე ძველ დროში, დღესაც ხედავთ ჩვენ ამას უკრაინის ომში, ვიღაცები რაღაცებს იპარავენ, ძარცვავენ, ატყავებენ. გვინახავს ხო რამე უცხოს ხო რომ ადამიანის ბუნება ჩვენ როგორია რომ იცვლება გიორგი აფერი იცვლება. მიუშვა საძარცვავად ახლა. საერთოდ ძველ დროში ასე იყო, ომში როცა მიდიოდნენ მეომრები, მათ ჰქონდათ ერთი სასიკვდილოდ მიდიხარ ხო? მათ იცოდნენ ერთი რამ, გასამრჯელოები, აი ხელფასი. სამხედრო ხელფასი გვიან გამოჩნდა. აი რომში მაგალითად მარიუსმა შემოიღო. მარიუსამდე ხელფასები არ იყო. მაგრამ გასამრჯელო ამ გაჭირვებისთვის, ბრძოლისთვის, სისხლის ქცევისთვის, სიარულისთვის, უწყლობისთვის, შიმშილისთვის რა იყო? ქალაქს რო აიღებდი, სარდალი უშვებდა ჯარს და აძარცვიებდა. საალაფოდ. თუ
თუმცა გამონაკლისი იყო თუ ქალაქი გნებდება, მაშინ არა. ანუ გადასახადს იხდი შენ. კარგი უნდა გამოსასყიდი. მაგრამ ქალაქი თუ წინააღმდეგობას გიწევს, შენ გაქვს უფლება რომ გაძარცვა. ტიროს რაც უკნა დააზას. იქ გაძარცვა ჯარმა ქალაქი. თუ წინააღმდეგობა გაწია. ორივე ქალაქმა, ტიროსმაც და ღაზამაც, მაგრამ პერსეპოლისი გამონაკლისი არ გაუწევია წინააღმდეგობა, მაგრამ დასაჯა, გაძარცვა. მიუშვა ჯარი. ახლა ხოცვაჟლეტები იქ არ მოუწყვიათ, საერთოდ პანიკაში იყო ის ქალაქი, როცა შევიდა ალექსანდრე პერსეპოლისი უთავებთ იყო. ის საჭურჭლები თირიდატმა დაახვედრა პატიოსნად იმ ბანკირმა, ჩააბარა ახალ მეფეს. მაგრამ დანარჩენი ახლა იქ მარტო იქ ხო არ იყო, ეს უმდიდრესი ქალაქი. აი ეს არის ნანგრევები ბევრი გვაქვს, ეს ერთი მონაკვეთია პატარა მისი, აი გიორგის უკან ეს ბარელიეფები უკვდავები არიან, უკვდავი მეომრები ხო, ჩემს უკანაც არის ეს შესასვლელი ხო. ესა გრანდიოზი ნამყოფი ვარ გიორგი, წარმოუდგენელი შთაბეჭდილება. ეს არის ერთი პატარა მონაკვეთი იმის, ეს კი არა მთლიან სასახლე იყო უზარმაზარი. ახლა არის დაუსახლებელი, დაუდაბნოებული ტერიტორია. პატარა სოფელია იქ. აი ეს ასეთი იყო დარიოსის სასახლე, ეს ქალაქი არ გეგონოთ ხალხო, ეს სასახლე. ასეთი დახვდა ალექსანდრეს. აქ სხვა მეფეების ის არ ჩანს ახლა, რომ ყველა აქემენიდი მეფის, აი როგორც ისინი პირამიდებს აშენებდა, ასე იყო ყველა თავის სასახლე. ყველა არტაქსერქსმა აშენა, ყველა დარიოსმა აშენა, მაგრამ ეს არის დარიოს პირველის სასახლე, ასეთი და აქ მოსახლე ხალხი უზრუნველყოფდა ამ ინფრასტრუქტურის მომსახურებას. მსახურეული იყო. მონები, მსახურეული, მომსახურე პერსონალი და ესეთი რა ქვია, ფული შესანახი. საგესტონ შეძა ფალაურათა შეძა ხოლმე. უზარმაზარი შენობები. რა გრანდიოზული ამბავია. ვეძებეთ კიდე რეკონსტრუქციები, მაგრამ ცოტა უგემოვნებოთ იყო, რაღაცა მულტფილმს გავდა ეს ხოლმე. ეს არის აი ასეთი იყო პერსეპოლისის თანამედროვე არქიტექტორებმა, არქეოლოგებთან და ისტორიკოსებთან ერთად გააკეთეს ეს არის. პერსეპოლისი ასეთ, აქ შევიდა ალექსანდრე. დარიოს დიდის. დარიოს პირველი დიდის. დააჯდა იმ ტახტზე, ხო, დაიწყო ძარცვა დაიწყო. მიუშვა ეს ჯარი. გლეჯენ ყველაფერს. ჯარს საერთოდ ის სარდალი უყვარს, ვინც აძარცვებს ქალაქებს. ისტორიაში ყველა დიდი სარდალი რო აიღო ძველ დროში, რა თქმა უნდა, იმიტომ იყო დიდი სარდალი, რომ გარდა გენიალურობისა და გენიალური სამხედრო ხელოვნებისა, ჯარი იყო მისი ერთგული. ახლა ჯარი თუ ერთგული არ არის, რაც არ უნდა ხაზო ახლა შენ ესენი რუკები და ესენი ჯარმა თუ დაგაპანღურა ბოდიშმა მთხოვია ხო და ჯარი ყოველთვის ერთგულია სარდალის, უნდა იყოს და რომ ერთგულება განისაზღვრება ერთი ქალაქებს აძარცვებენ. ერთადერთი დიდი სარდალი, რომელიც მე ვიცი, შეიძლება მეშლება ძველ სამყაროში, რომელიც დიდი სარდლად დარჩა, ჯარი ემორჩილებოდა, მაგრამ ჯარისკაცებს არ უყვარდათ, ეს იყო ლუკულუსი. სომხეთი მითრიდატე და სომხეთის მეფე ტიგრანი რო დაამა. აი ლუკულუსი არ უყვარდათ თავენ ჯარისკაცებს, მაგრამ ნუ მიყვებოდნენ. დიდ დისციპლინის ხარჯზე, მაგრამ უბუზღუნებდნენ, იმიტომ ის არ აძარცვებდა ქალაქებს. აქ კეთილი მეფე ალექსანდრე პერსეპოლის აძარცვიებს. იქ მოხდა ასეთი ამბავი, ძარცვა მიდის, ეს დადის ქალაქში. უყვირდა უყურებს ამ თავის მეომრე ტერორი არ ყოფილა. მაგრამ ძარცვარბევა გამოაქვთ ყველაფერი. 220 წელი რაც კი ძარცვას სპარსელებმა, ესენი ინაწილებენ. ერთი მეომარი დაინახა ვირზე აქვს აკიდებული ეს ნაძარცვი ამას. ვირი ვერ ერევა ამას. სამვიდი რამდენი ქონდა აკიდებული. და იმდენი ქონდა აკიდებული, ვირმა ჩაიჩოქა. ვერ მიაქვს ტვირთი.
ეს ჯარისკაცი ეს მაკედონი მივარდა და აყენება უნდა ამ ირის რომ წამოაყენოს ფეხზე და ისა და წამოადგა ალექსანდრე თავს. ახლა ფილიპეს არმიაში დისციპლინა იყო, ამა შეეშინდა, ვაი მე მეფე დამადგა თავზე და ამასაც ხო წამართმევს და ალბათ დამსჯის კიდევაც რა. ასე გვია ძარცვა. ალექსანდრე მოთხრა რომ ცოტა მეტიო მოითმინეო, ძალა მოიკრიბეო. წამოაყენეს ვირიო და შენ კარვანდე მიათრიე შენი ეგნადავლი. წაახალისა. იმ საღამოს ახლა მთელ ბანაკს ეცვენეო და როგორი კარგი მეფე ყავთ. მოხდა კიდე ქსერქსეს დიდი ძეგლი დაანგრე, წამოაქციეს ბერძნებმა. ბერძნები შურისძიებით მოსული. სიზმარში გონიათ და წამოაქციეს ეს ქსერქსეს ძეგლი და დაამხეს. მემკვიდრეობით გადმოსული სიძულური და შურისძიების სურვილი. ხო რა თქმა უნდა, იმათა ამდენი ხანია გამოყოლილი, 150 წელია. ზუსტად 480 წელს იყო სალამინის ბრძოლა და ეს არის 330 წელი. 150 წლის წინანდელი ბოღმა გამოყვა, ჩამოყვა აქამდე. იმიტომ მაშინ საშინელებები იქნა ქსერქსს და ანგრე ათენი დააწვა შუა საბერძნეთი იავარყო და ცუდად მოიქცა მაშინ ქსერქსს. ისე ვიმეორებ კიროსი და დარიოს დიდი ასე არ მოიქცეოდნენ. დარწმუნებული ვარ, ჯერთი როგორ მოიქცა ლეონიდეს სხეული და გალურსმა და მე გემზე გააკრო მისი თავმოკვეთილი სხეული. თერმოპილეს გმირის, ამას არ იზამდა არც კიროსს და არც დარიოს. აი ქსერქსემ ქნა. ხო და ეს გამოყოლია და დაამხეს გიორგიეს. აი ჩვენ შეგვიძლია ახლა წარმოვიდგინოთ რა არის ძარცვა ქალაქში. ეს ალექსანდრე დაადის თავის ეტერებთან უყურებს ამას ყველაფერს იმახსოვრებს. ეს ძეგლი დაამხეს როგორც ჩანს ბერძნებმა წააქცეს. ახლა ეს ბერძნები შეკრებილები არიან, ეს და ქსერქსეს ძეგლი დამხობილია და მეფე მოვიდა. ყველა ელოდება როგორ მოიქცევა მეფე. ამარ აქნა ხო ისე არტისტიც იყო რა. არტისტიზმი ჰქონდა ალექსანდრე. არტისტული იყო. რა თეატრი უყვარდა და მივიდა და წაქცეულ ქსერქსეს ძეგლთან მივიდა და დასძახა. რომ როგორ მოიქცე? დაქტოვო ასე გადამწვარი ათენისათვის, განადგურებული ელადისათვის, თუ მაინც პატივიცე შენ დიდებას და ფეხზე წამოგაყენო. ძეგლს დაძახა. ხო, ყველა სმენათ აქცეული, ახ ბერძნები ელოდებია ხო არ წამოაყენა. დატოვა ეს წაქცეული. ბერძნებს გაუსწორა. არ აღუდგინა ღირსი. არა. თელი ზამთა, ესე იგი იცი როგორი რაღაცა ხო ასე იქცევა ახალი ეთიკა ისა, მაგრამ იმ იმპერიას რომელსაც ებრძვის იმის მთავარი ქალაქი გაძარცვა. იცი როგორ არის? მისი ლოგიკა ალბათ ასეთი არის. თუ მე ვარ გამარჯვებული და ესენი დამარცხებულმა რაღაცა ფასი უნდა გადაიხადოს. და ფასის გადახდა რა არის, ახლა იმპერიას ხელს არ ვკიდებ პირიქით. ის მზრუნველი იქნება. მისი მთავარი ბუდე უნდა განადგურდეს და გაიძარცვოს, რომ კი აზიელებს ვეფერებით, ამდებებს ვაძლევს, სახელმწიფო, მაგრამ მაინც უნდა იცოდნენ ვინ არის აქ მთავარი. და აზიელმა ხალხებმაც უნდა იცოდნენ ალექსანდრეს სპარსელებს როგორ მოექცა. მთელი ზამთარი იყვნენ იქ. მაგრამ მე ეს დამთავრდა, აი სიმბოლიზმი არის რა. ერთ-ერთი ღრეობები მიდის, ისევე აიწყვიტეს, როგორც აიწყვიტეს ბაბილონში, ისევე ღრეობენ. ახლა საოცია ეს მეფეების სარდაფების საოცია საუკეთესო ღვინოებით, სასმელებით, საჭმელი, ხორაგი რა, მთელი იმპერია ამარაგებს ამათ რომ სპარსელებმა ფუფუნება იციან, ფუფუნების ფასი.
ერთ-ერთი ღრეობის დროს აი ამ სასახლეში ღრეობენ. ყავთ ეს ჰეტერი ქალები. ჰეტერა ქალებზე ვილაპარაკეთ ჩვენ, ესენი აი გეიშას მსგავსი ვერ დაარქმევ რომ პროსტიტუციის მიმდევრები ახლა ესენი განათლებული ხალხი არიან, ხელოვნება ესმით, მაგრამ თავისუფალი ქცევის ქალები არიან. მაღალი დონის კეიფობენ ამ ჰეტერებთან. ალექსანდრე გაილეშა. სხვათაშორის ერთი რამე უნდა სიმთვრალეს დროს ცოტა ეცვლებოდა ხასიათი და ბევრ შეცდომებს უშვებდა. ცუდი სიმთვრალე ქონდა ქართველებისთვის ეს ცნობილი ამბავი გასაგები. და ასეთი ერთ-ერთი ღრეობის დროს, როცა გალეშილები არიან კაცებიც, ქალებიც, ეს ჰეტერები, სარდლები, იქ ჯარი ძალკე კეიფობს გარეთ ქუჩებში, სასახლეებში და ესენი დარიუსის სასახლეში ალექსანდრე გალეშილი მთვრალი არიან. ეს ჰეტერა ქალები ყავთ. ერთ-ერთი იყო ასეთი თაის ათენელი ქალი იყო. ბერძენი ქალი. გახურებული ღრეობის დროს ამოხდება ეს ქალი და შეეძახებს დანარჩენ ჰეტერა ქალებს. იქ ბერძენი ქალები არიან. მაკედონელი ქალები ნაკლებად ახლა ამ პროფესიის ბერძენი ქალები განათლებული ქალები იყვნენ და ინსტრუმენტებზე უკრავდნენ და ფილოსოფოსობდნენ და აი გეიშა რაც არის ახლა ჩვენ ძალიან გავს ეს თაის ათენელი რომელიც მანამდე იყო პტოლემეს ალექსანდრეს მეგობრის და სარდლის მე ეგვიპტეში დინასტიას რო დაარსებს და ალექსანდრიის ბიბლიოთეკას დაემას და გაამშვენიერებს და ესე პტოლემეს საყვარელი ქალი იყო მაგრამ როგორც ჩანს ახლა ალექსანდრეს ყავდა ხო თაის ათენელი წამოხდა ეს ბერძენი ქალი ჩვენ ქალებს მოუწოდა რომ მეო მოგიწოდებთ რომ ათენის და ელადის გამო დავწვათო ეს სასახლეო რაც ათენს და ელადას უქნესო სპარსელებმა შინაარს გადმოვცემა ზუსტად ცოტა ძნელი დავწვათო ესო და ამითო დავამტკიცოთო ჩვენ ბერძენმა ქალებმაო რომ ჩვენ ბერძენმა ქალებმა უფრო ვიძიეთ შური ელადისათვის და ათენისათვის ვიდრე მამაკაცმა სტრატეგოსებმა საზღვაო ბრძოლებში და სახმელეთო ბრძოლებში იძიეს შური და მოუწოდა ამ ქალებს ჰეტერა ქალებს რომ ივცეთ ცეცხლი დავწვათ პირველი ჭირაღდანი ალექსანდრეს ედო ნასვამე ახუნთრალი იყო ხო ისიც პირველი იმან ესროლ ამ ფარდებს უძვირფასეს ფარდლები ხალიფე ფართლეული აუკიდეს ცეცხლი პერსეპოლისის აი ამ ტაძარს მე ახლა ალექსანდრე შეიძლება ვიღაცას შევეძლოთ დაარჩეს რომ ალექსანდრეს მეხუთმე ვარ და ალექსად შეპყრობილი არავითარ შემთხვევაში მაგრამ მის სიდიადეზე ახლა ლაპარაკი ზედმეტია რაც უნდა დავამცროთ ჩვენ ვებჟურუზამთ ალექსანდრეს არა ეს არის ყველაზე ბოროტი ქმედება რაც მან ჩაიდინა ისტორიაში დაწვა ეს მაგრამ როცა ცეცხლი მაინდა მუსიკების ფონზე კითარები და ფლეიტები და საყვირები და რაღაცა საშინელია მოედო ცეცხლი დარბოდნენ ამ აშხალეთთან თრალი ჰეტერა ქალები და ეს მისი ჰეტერები სარდლები და ოფიცრები და ყრეობა რაღაცა საშინე ბარბაროსობა მაკედონელობამ გაიღვიძა მასში შეუარდა ეს პარმენიონი მივარდა ალექსანდრეს და უთხრა რატო წავა მას ეს ხო შენი არის რატო წავა და გამოფხიზლა ამბობენ რომ გამოფხიზლა ჯგუაზე მოვიდა და ბრძანა ჩაქრობა მაგრამ ვეღარ მოერი ამას ახლა იქ შიგნით ის ჭერი და ისინი სუემგენით იყო ხეთყით და აწყობილი და ამდენი ფართლეული და ამდენი ხალიჩები და ესე ორი მესამე დაიწვა აი რა დარჩას აი ეს
ამ დიდებული, განათლებული, ბერძენი, შემწყნარებელი ახალი ეთიკის ავტორის არც თუ საამაყო ფურცელი მის ისტორიაში. ეს ერთადერთხელ ქნა, მაგრამ ქნა. ამაზე სუმიდის დავარო სიმთვრალეში ქნა, არ უნდოდა, როცოდნოდა, არ ვიცოდი, ზოგი ამბობს, რომ გინდოდა და მინდო დაწვი. ახლა მის იმ ქალის ჭკუაზე ხوار გაივლიდა ახლა ეს რა. ეს პარმენიონის ჭკუაზე არ დადიოდა ხანდახანდა. როგორ ჩანს ეს შინაგან და შეიძლება რაღაცა ხარკი გადაუხადა ბერძნებსაც. აჰა. შეიძლება ბევრი კომპლექსური შეიძლება აზიატებს აჩვენა რომ აი თქვენი სისასტიკე შემიძლია. ხო, აი მსხვერპლი თუ ხარ მაშინ უნდა დაისაჯო რა, ახლა მსხვერპლი ისჯება, ახლა დამარცხებული გამარჯვებულისგან უნდა განსხვავდებოდეს. ახლა გამარჯვებული დამარცხებულს რო თავზე დაისვამს, ესე იგი დაიბნება ეს ხალხი, კაცო, ბოლო ვინ მოიგო? ვინაა გამარჯვებული? მსხვერპლი განსხვავდება ამეთი. რაღაცა უნდა დაწვა ეს ქალაქი დაწვა. ქალაქი რა სასახლე, კომპლექსი დაწვა პერსეპოლის. დარიოსის სასახლე. იმის შემდეგ პერსეპოლისი ოდესმე დარგა ფეხზე. რაღაც უცდე. მე დიადოხოსები ახლა ალექსანდრეს დამწვარს არ აღადგენდნენ ახლა ისინი. მით უმეტეს არც ეპიგონები. ეპიგონები მეორე თაობაა უკვე. დიადოხოსების შვილები და არჩას პატრონად და იცი როგორ არის ახლა თვითონ პერსეპოლისი არ არის რახან ქალაქი არ არის ფუნქციაც არ ქონია მის ფუნქცია იყო რომ აქ იყვნენ მწყინვალე მეფეები ისინი ერთი სიტყვით დარიოსის სასახლეში ალექსანდრე არ დაждდა სუზაში დაждდა ბაბილონშიც დაიკავა მეფეთა სასახლეების აი პერსეპოლის რახან სპარსელი მეფეების ნომერ პირველი რეზიდენცია იყო ის დაწვა რა ვიცი ძვირფასო მეგობრებო ხა თქვენ მოგმართავთ თქვენი ვერსიებიც საინტერესო იქნება რატო ქნა ეს იმიტომ რომ ამ ვერსიების კრებულები სადოქტოროები საგანდიდატოები არის დაცული ამაზე და ის დიდი ისტორიკოსებს როგორ ისენიც კამათობენ. ჩემს ვერსიას გეტყვი. აი და დროიზენი თulis რომ ეს განზრახ ქნა, არ იყო ეს შემთხვევით. მაპატიოს ჩემი დიდი მასწავლებლის დროიზენის სულმა, მაგრამ მე მგონია რომ აი სიმთვრალეში ქნა. დროიზენის სულს მე ქართველებისთვის უფრო გასაგებია. აი გერმანელი ამას ვერ გაიგებდა, რომ დათრევდა გააფრეთ. მე შევთხო პარტიებას, მაგრამ მოგრძალებულ ვერსია ჩემსაც გეტყვი. სიამოვნებით მოვისმენ. მე მგონი გააზრებულად გააკეთა და არა სიმთვრალის გამო, რომ სიმბოლური წერტილი დაესვა იმ ძველი იმპერიის ისტორიისთვის. აი დროიზენი ზუსტად მაგას ამბობს, რომ ძველი ეპოქა დაწვა ცეცხლში და დაიწყო აქემენიდების 220 წლიანი ბატონობა დაიწვა, ჩაიფერფლა. ამას ფიზიკურ მატერიალურ რაღაცა, ხო რაღაცა ისე არის მაგაშიც ის რომ ისეთი შოკი მიიღო ძველმა აზიამ. რომ ახალი დაიბადა. თუმცა მაგ ამბავში ეს ქალების როლი რო გამოერია, ეგ თავისთავად ძალიან საინტერესო დრამატული ისეთენელია. თავისთავად. უიგია ჩვენ. ლეიტაზე უკრავდა თურმე კარგად რა. ხო, ნუ მოხდა ეს ცივილიზაციური კატასტროფა იყო და ეს შენ რო ნახე ნანგრევებიც კი ძალიან შთამბეჭდავია აი ეს ბარელიეფებზე მური ეტყობა, გული მოგიკვდება. სხვათა შორის აქ ბარელიეფებზე არის სულ გამოსახული დარიოს პირველ დიდს როგორ აბარებენ ხარკებს სხვადასხვა ხალხები დაპყრობ. ყველას წინ მიუძღვის ან სპარსელი ან მიდიელი, იმიტომ რომ ეს ორი ხალხი, მთავარი ხალხები იყვნენ საყრდენი, ავსტრია-უნგრეთის ამბავში, მიდიელები, სპარსელები. ახლა თვითონ კიროს დიდი ხო, დედით მიდიელი იყო და მამით სპარსელი ხო. ახლა დარიოს მის მემკვიდრეები პირდაპირ შთამომავალი არ იყო. აი დარიოსი იბარებს ხარკს და ელჩებს ღებულობს. დაპყრობილი ქვეყნებით. არც რა მთელი სულ მოხატულია ბარელიეფებით გიორგიეს პერსეპოლისის სასახლე. არსად დაჩოქილი კაცი არ არის. როცა ძველი ეგვიპტე, ძველი ასურეთი, ძველი ბაბილონი
სულ არ დაჯოქილი ხალხი, გათოკილი ხალხი, თავმოკვეთილი ხალხი. ეგვიპტელები მაგალითად ძალიან უყვარდათ სიზუსტე ეგვიპტელებს და მტერს დაამარცხეს და მარჯვენა მტევნებს ჭრიდნენ. რომ დაეთვალათ რამდენი მოკლეს. ასოებს ჭრიდნენ. სტატისტიკისთვის. სპარსელები ამას არ შვებოდნენ. სპარსელები ძალიან ღირსეული და კეთილშობილი ხალხი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩავარდნები ჰქონდათ, მაგრამ სპარსელებს მე სხვას ვერ შევატარებ ნამდვილად. თუნდაც მოგვიანებით რომ ამ პრობლემები გამოჩნდებიან, არ დავასახელებ. ახლა დიდ ზალი რაოდა 100,000 მარტო ბიჭო, არ ვიცი ახლა ეს ოქრო დავერცხლია, ტონო, ათეულ ტონობით. საჩუქრები და არიგა თავის მეგობრებს დაურიგა ყველა, ეს იცოდა, ხელგაშლილი იყო ძალიან ალექსა. მაგრამ არ მოწონდა ეს. ესე რომ ასე ფუფუნებას დაეძალენ. მაგალითად ჰაგნონ თეოსელს ჰქონდა ვერცხლის მისარდალს, ვერცხლის ლურსმებით შეჭედილი ჩექმები, ჩექმები კი არა, უფრო სანდლები, სამხედრო სანდლები რა. ლეონატეს მისარდალს ავარჯიშო ქვიშაში ხო ვარჯიშობდა, ეგვიპტიდან ჩამოქონდა შეკვეთით. ამ ხელაგზას. პილოტას პარმენიონის უფროსშვილს ქონდა ოქროს ბადე. თვალმარგალიტით გაწყობილი. ეს არ მოწონდა ამას. ბადერას, ანუ ბადე ოქრო კემსით ქონდა, ოქროს ბადე და ევზაულა რა. ის გადიოდა ტიგროსზე, უფრატზე, იმაზე. ოქროსთევს არიჯერა. აი ფუფუნებაში გადაცვიდნენ მისი სარდლები. ახლა ეს ხელს არ უშლიდა, ახლა ძალიან აჯილდოებდა იმათ, მაგრამ არ მოწონდა. სხვათაშორის ოლიმპიადა უჩიოდა იქიდან, ის ხო არ ეშვებოდა იქიდან. ელადან ხო, რომ ნუშევი ამას, ნუშევი ნუ არიგებ ამდენ ქონებას, მეფე რო ხარო, რითი რაღაცით ხო უნდა განსხვავდებოდე, შენზე დიდრები არიან სულ ყველა. რატო შვები ამას? ალექსანდრეს არ მერე თვითონაც გადავარდება ამ ფუფუნებაში, მერე ვერ გაუძლებს ამას, მაგრამ ნუ არ მოწონდა ეს ალექსანდრეს სიტყვებია მაგალითად. ნახე როგორი მაგარი დამეაქვს ნათქვა. ფუფუნება მონობა. შრომა არის თავისუფლება. რა ვიცი, კარლ მარქსი და აღარ დავაკომენტარი. აუ ეს მე დიდი აღშფოთება გამოვიწვია ხა მე რომ ეს ზულელი ყოფილა ეს ალექსანდრო ვიღაცები იტყვია. არ ვიღაცა იტყვის არ ნაყვარება, გაიცხოვრება. ხო, პირველი ნაწილი ძალიან ოლიმპიადა რო წერდა, საშინელ წერილებს წერდა, ის ხო არ ჩერდებოდა იქიდან, ამას ეუბნებოდა რომ არ თუ იმაგეს ამდენ ქონება რა თუნდა. ხო. აფერი ადამიანური მისთვის უცხო არ იყო ოლიმპიადა. მე ისეთ წერილებს წერდა, ამას ნერვებს უშლიდა. აბეზღებდა იმ ანტიპატრეს. გუბერნატორს, ვინც დატოვა მამის მეგობარი, ვინც მართავდა საბერძნეთს და მაკედონიას და ის აგის მესამე რომ დაამარცხა იმასთან ბაღების და თაგვების ომში. სპარტა ხო, ასე დაარქვა. იმას უშვებდა, სულ ეუნება გიღალატებს და თავის ხელისუფლებას იმყარებს და მაკედონია შენი არ არის და ისიც წერდა საპირისპიროს, რომ დეა შენი ხელს მიშლის მაკედონიის მართვაში, არაკომპეტენტურია, დამაწყვიტა ნერვები, ერთმანეთს ცუდად ძვირებს წერდა. ინტრიგნობს. ეს ამ წერილებს თვითონ კითხულო, ისე რას უძლებდა რა. ხო. ერთხელ ჰეფესტიონმა კითხა მისმა მეგობარმა, წერილს კითხულობდა ეს დედამისის გამოგზავნეს და კითხა რომ რას გწერს ამნაირ ჯუაზე რო არ ახარ ხასიათი გაგებული. მოდი ერთი წაიკითხე, რას წერს ნახე. ოღონდ ერთ რამეს გთხოვ, ხმა დაბლა წაიკითხე, მე რო არ გამაგებია და კიდე არავის არ მოუყვე. ნახე ეს წერს და ჩემ. როცა ის ანტიპატრე წერდა წერილებს მასთან რომ აი დედა შენი ასე შვება, ისე შვება,
მე ანტიპატრეს საყვედურები რო ჩამოვიდა, ერთ-ერთი ასეთი წერილი რო ჩამოვიდა ოლიმპიადაზე რო ეუბნებოდა რომ ხელს მიშლის. მაშინ თქვა ალექსანდრემ თავის მეგობრებში, ანტიპატრეს ერთი რამე არ ესმის. 10,000 წერილს გადაშლის დედის ერთი წრემლი. მაგრამ საპირისპიროც აქვს ნათქვამ. დედამისის წერილი რო წაიკითხა, რაღაცებს თხოვს ის და მოითხოვს და ანტიპატრე გადააყენე და ისქენი და მანდ ჩამოვალ შენთან და რაღაცა არ ჩერდებოდა ეს. ესეც აქვს ნათქვამი, ძალიან ბევრს იხდის ოლიმპიადა იმის სანაცვლოდ 9 თვე რომ წელში მყავდი. ძალიან ბევრს თხოვს დედაჩემ. ბევრს ითხოვს. ბევრს ითხოვს, ხო, ამის გაცემა მე არ შემიძლია. ანუ ის ქონდა იცავდა ბალანს. ხო ერთის ჭკუაზე არ დადი, არც ერთის ჭკუაზე არ დადიოდა. მაგრამ წერილებს იღებდა და არავის არ უკითხავდა, ერთადერთი შემთხვევა, როცა ჰეფესტიონს ხო, აჰა, ნახელებს წერს. მომთხარ მაღლარო. და მე არავის არ მოუყვა. დარიოსის თემა გადასაწყვეტი ახლა. მისი გეგმის ორი პუნქტი შესრულებული აქვს. პირველი პატივს ცემს ადგილობრივ კულტებს, პატივს ცემს ადგილობრივ ელიტებს, აზიელებს მიცა მართვის წილი გაუნაწილა, აქტიურად სატრაპებს, სპარსელებს და მიდიელებს ნიშნავს. მაგრამ მესამე მთავარი მისი საბოლოო ლეგიტიმაციისთვის რომ აღარ იყოს ლაბარაკი მისია ტახტი დარიოსია მოსაშორებელი. აგერ არის ალექსანდრე აქ არის პერსეპოლისია, აგერ არის დარიოსი. ეს ზემო პროვინციები დარიოსის ერთგულები არიან. ამიტომ მთელი ზამთარი დაასვენა ჯარი პერსეპოლიში, არ ჩქარობს. ახლა გენერალურ ბრძოლაში დაამარცხა დარიოსისგან ინფორმაციები რაღაცები ეკბატანიდან ახლა შპიონაჟი მუშაობდა. დიდ მანდამაინც ჯარი შეკრებას არც აპირებს და არც აქვს თავი, თუმცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა. ცოტა მაგარი მეფე რო ყოფილიყო, კიდე იომებდა. მე მეცაც გეტყვი, აი ზარიო ბარზანი რო აქ იდგა 40,000-გან, რატო არ მიეხმარა მაშინ? რატო არ ჩავიდა იმიდან, რა ქვია, ეკბატანიდან? საერთოდ არ შეეშვა. ხო, არ ვერ შევიდოდა, რა ჩასულიყო ის ზარიო ბარზანი მაგარი კაცი იყო, იომა კბილებით ალყაში მოაქციეს და ალყა გაარღვია და გავიდა. აი დამდგარიყო აქა. რა უნდოდა იმ ეკბატანაში? ხო, შეკითხვა, ხო? კაი, წააგე ერთი ბრძოლა წააგე, მეორე წააგე, მესამე წააგე. ჯო აგერ შენიანები გამაგდნენ და ვერ შედიან. პირველი დღე შეტევა ხო დამარცხდა ალექსანდრე, კედელს რომ მიადგავე რა იყო, აი იმგენმა ქვები და ლოდები და მეწყერი მოუწყვიტეს და ისქნეს და ესქნეს. იყავი ამ შენ მეომრებთან ერთად. რატო არ ახარ? ასვანაირ განწყობა იქნებოდა. ხო, არ აქნა, ის აქა და გლოვობს. ეკბატანაში მიდის ყოფილ დედაქალაქში. მესამე დედაქალაქია. ანუ პერსეპოლისი, სუზა და ეკბატანა. ხო, ნუ ახლა ალექსანდრე 4 თვე ასე კი გაატარა ამ პერსეპოლიში, მაგრამ გვერდზე პროვინციებს მიადგა. აი აქ ეს პერსიდა ხო არა? პერსიდან აღმოსავლეთ იყო კარმანია. კარმანია დაიმორჩილა. უпроსორად როგორ არის, იცი? კარმანიის სატრაპი ასპატი გადმოვიდა მის მხარეს. მაგრამ მოუწია ბრძოლა მარდებთან. მე გითხარით თქვენ მარდები, მოისარი მარდები. იმაში ბრძოლობდნენ გავგამელას ბრძოლაში. ჩვენ ისტორიასთანაც კავშირი აქვს, იმიტომ რომ მე მითრიდატული ომები რო იქნება რომთან. მარდები არიან მითრიდატეს და ტიგრან მეორის მოკავშირეები იბერიელ შუბოსნებთან ერთად. და ეს მარდები წარმოებული როგორც ჩანს ირანული მოდუმის ხალხია. ხო და სხვათაშორის ქართულ ენაშიც დარჩა. ზოგიერთ ქართველი ფილოლოგი ვარაუდობს, რომ სიტყვა მარდი ამათგანო ესენი იყვნენ კარგი მშვილდოსნები და მოისრები. ახლა მშვილდოსანი არის რომ მოძრაობს.
იდის მობილური ეს მობილური ხო და როგორც ჩანს ახან ერთმანეთის მოკავშირეები ვიყავი და ერთად ვიღაცების წინააღმდეგ ხო იბერიელებს შუბოსნები იყვნენ თავარი ქვეითი ჯარი ახლა როგორც ჩანს რა დარჩა ჩვენთან ეს ტერმინი მარდი შუბოსნები ვიყავი და არა მშვილდოსნები არა იბერიელი არის ცნობები რომ ტიგრანს მოკავშირეებად ყავდა იბერიელი შუბოსნები და მოისარი მარდები. შუბოსანი მძიმე ქვეითი. როგორც ფალანგიტი, როგორც ლეგიონერი და ასე შემდეგ. როგორც ჰოპლიტი, შუბოსანი. შუბი არის მთავარი იარაღი. ძველი დროის, ძველი სამყაროს. ეს მარდებიც დაიმორჩილა. ანუ საქმეს აკეთებს რა. ანუ გარდა პერსიდისა გარდა პერსიდისა გერმანიაც ანუ ეს მხარე დაიკავა უკვე. ანუ ალექსანდრე რასაც აკონტროლებს, აი აქ გადის საზღვარი რა უკვე. დარიუსის გამგებლობაში არის ეს ნაწილი უკვე. ანუ ზაგროსის ქედის გადალახვა და ეს პერსიდის კარიბჭეები შელეწვა და პერსეპოლისი, ნუ ახლა პერსეპოლისი რა თქმა უნდა ძალიან მძიმეთი მოქმედებდა სპარსელებზე, ჯერ პერსეპოლისის დაცემა და მერე მით უმეტეს მისი დაწვა. ხო, დათრგუნავდა მათ და არიოს ახლა დათრგუნოც აღარ ჭირდებოდა, ამიტომ მან გადაწყვიტა რომ გავიდეს და წავიდეს უკვე ეხედავთ აგერ ჩრდილოეთისკენ მიდეს. მიემართება ეგ ბატონს. უკვე მიდის დარიუსისკენ რა. ნიკარქიდე ერქვა, ის გარნიზონი დატოვა იქ 3000 მაკედონელით პერსეპოლიში. ფრასაორტი იყო, რა ერქვა მამამის აღარ მახსოვს. რეუმითნი იყო სპარსელი დიდებული, რომელიც ისოში დაიღუპა. ამ რეუმითნის შვილი ფრასაორტე დანიშნა პერსიდის სატრაპად. ანუ სპარსელივე დანიშნა იქ სატრაპად. ხო, მაგრამ სარდლად ნიკარქიდე დანიშნა მაკედონელი. ხო. ანუ ესენი შემოიერთა და წავიდა და მოდი ახლა ჩვენ გავჩერდეთ ძალიან გაგვეწელა ეს, მაგრამ ვფიქრობ რომ უნდა გველაპარაკა ჩვენ ახლა, იმიტომ რომ შინაარსი უნდა გქონდეს. მარტო ფაქტოლოგიას არ აქვს ფასი, როცა რაღაცა შეკითხვებს დავსვამ. ახლა მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ჩვენმა მაყურებელმაც, რომელმაც გვისმინა, რატო დაწვა პერსეპოლის. ძირფას მეგობრებო, ყოველგვარი გადამეტების გარეშე და თავპატიჟის გარეშე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. რატო დაწვა? რა იყო მიზეზი? ერთი მიზეზი იყო თუ არა, იყო თუ არა სხვა მიზეზი, ან იქნებ თქვენ გაქვთ სხვა მოსაზრება, რატო ქნა ეს ალექსანდრე. ჩემთვის მაგალითად ისეს აღმოჩენა იყო, არა მაგ მასშტაბის ომარ ხაიამი. ომარ ხაიამი ასტრონომია ფიგურა ყოფილა. აი ეს ომარ ხაიამის პოეტი მეგონა აქამდე ძალიან კარგი რა. ის უნივერსალური აღმოსავლეთის არისტოტელე იყო რა. ოღონდ არისტოტელე ლექსებს არ წერდა და ეს წერდა. ფანტასტიკური კაცი იყო ომარ ხაიამი. ჩვენ კიდე წარმოდგენა არ აქვს ირანულ კულტურას. არდა ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, ამიტომ იყო რომ თარგმნიდნენ სულ ირანულ პოეზიას და სხვათა შორის ქართული თარგმანები ირანულ დედნებს ჯობია, რა თქმა უნდა. ის მართლა სპარსული ამბავია ის ვეფხისტყაოსანი თუ არა, მაგრამ შოთა რუსთაველის უწერია. ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები. ხო, თუილად არ უწერია, არ გააქვს აწეული. ვეფხისტყაოსანი უნივერსალური ნაწარმოებია. ჩვენ რო ალექსანდრეზე ვლაპარაკობ, შეუჯვარებელს აჯვარებდა და შეუთავსებელს ათავსებდა. აი ვეფხისტყაოსანი არის შეუჯვარებელი შეჯვარება. ვეფხისტყაოსანი არის თანაბრად ტრუბადურების პოეზია სამხრეთ საფრანგეთის ყველაზე დიდი ევროპული პოეზია, კრეტien de Troyes, ხო? მას სპარსული პოეზიის ორივე შეაჯვარა ბიჭო ამ დალოცვილმა რა იყო ესა? რა იყო? ჩვენ წარმოდგენა არ აქვს ვეფხისტყაოსანზე კიდე და შოთა რუსთაველის.
რაც თამაშით გააკეთა, ხა ვეფხისტყაოსანს რო კითხულობ, ნაწვალები არ არის. ზოგიერთ თანამედროვე პოეტი რო წვალობს ლექსის დაწერაზე და გადმოიღებს იმას ლექსიკონს და ამთხოვს ამ რითმს და ისა და ასე აქვს მოყოლი, ასე ყვება რა. ვეფხისტყაოსნის იდეა და ხო რაშია, სიუჟეტი კი არა, სიუჟეტი ჩვეულებრივი აღმოსავლური სიუჟეტია. როგორ ყვევი ამას? ისტორია შეიძლება ბევრმა მოყვეს გუბას, მაგრამ გააჩნია როგორ ყვევი. მოდი ახლა ჩვენ რახან გაგვიგზელდა აქ შევწყვიტოთ. გეგმაში კი გქონდა ჩვენ რომ დარიოსის ბოლო აკორდები ყოფილიყო ამ ლექციაში, მაგრამ გაგვიგზელდა, მაგრამ მე მგონი აფერს არ ვაფუჭებთ ახლა ჩვენ. არა, პირიქით მოლოდინი ყველას აინტერესებს დარიოს რა დავასრულოთ იქ, როცა ალექსანდრე ჯარით გავიდა გადამწვარი პერსეპოლისიდან და მიდის დარიოსის ტყვეთ ასაყვანად. დარიოსის პრობლემა უნდა მოხსნას და მოდი ამაზე შევწყვიტოთ საუბარი. მადლობა, დიდი მადლობა, საინტერესო იყო ნამდვილად დღევანდელი საუბარი. ჩვენს მაყურებელს სანამ დავიმშვიდობებით მადლობასთან ერთად კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, ვისაც არ აქვს გამოწერილი დროების YouTube არხი. გთხოვთ რომ გამოიწეროთ, მოიწონოთ ჩვენი გადაცემები, გაუზიაროთ თქვენს ნაცნობებს, ახლობლებს, მეგობრებს. გადაცემათა ციკლი მოგზაურობა წარსულში გრძელდება, მას უძღვება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე და წინ კიდევ უფრო საინტერესო მოგზაურობები გველის. ნახვამდის.